რეგიონი იცვლება. რეგიონი კვლავ ვიტყვი, ხაზგასმით, ხმამაღლა, ყველას გასაგონად ვიტყვი, იცვლება და შორს არ არის ის დღე, როდესაც ირანში ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ყოვლისა გენიალური სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების და ასევე გენიალური სახელმწიფოს, ისრაელის ძალისხმევით, მეოხებით, მეცადინეობით, ისრაელისა და შეერთებული შტატების და სხვა მოკავშირეების, ეგრა მაგის პასუხია, სხვა მოკავშირეების მეცადინეობითაც რეგიონი კიდევ უფრო მეტად შეიცვლება და ირანიც განთავისუფლდება აიათოლა ალი ჰამენეის დიქტატურის, ტირანიისაგან და დიქტატურისაგან. რამდენი დღე გაგრძელდება ეს ოპერაცია? ღმერთმა უწყის, გააჩნია როგორ წარიმართება ერთის მხრივ და გააჩნია როგორ რა სახის, რა მასშტაბის წინააღმდეგობას გაუწევს ალი ჰამენეის რეჟიმი შეერთებულ შტატებს და ისრაელს და კიდევ სხვა მოკავშირეებს, მაგრამ უსათუოა, ნამდვილად ასეა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა, ალი ჰამენეის რეჟიმი დამარცხდება, როცა იქნება, მეთქი ასე ვიტყოდი, მაგრამ ჩემი მოსაზრებით სულ მაქსიმუმ, მოდი ასე გავწელოთ ერთ თვეში, თვენახევარში, არ ამგონია, გულახდილად გეტყვით, მგონია რომ ეს იქნება რაღაც ორკვირიანი სულ მაქსიმუმ შეტევები, მაგრამ კიდევ ორ კვირას, კიდევ 4 კვირას თადარიგში ავიღებ ასე ვიტყვი და ვიტყვი რომ ოკეი, აი მაგალითად აპრილის ბოლოსთვის, მაგალითად მაისის დასაწყისისთვის, ოკეი, მაისის ბოლოსთვის, რაც სიგიჟე მგონია, მაგრამ მაინც დასრულდება ეს რეჟიმი. ალი ჰამენეი განადგურდება თუ არა, მაღალზე მაღალი ალბათობით და თუ არ განადგურდება, one way ticket ქვია ამას და მოსკოვისკენ უნდა აიღოს მან გეზი და ასე უტრირებულად რომ ამბობენ, უნდა გახდეს იმ კომუნალური ბინის თანამფლობელი, რომელშიც ცხოვრობენ, ასე არ არის პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ ფიგურალურად რო წარმოვიდგინოთ, ბაშარ ალ-ასადი, იანუკოვიჩი, ისინი, ვინც რუსეთის საყრდენები იყვნენ, ალი ჰამენეის არ იყოს და ისინი, ვინც უკვე აღარ არიან, რუსეთის ვეღარ არიან, რუსეთის საყრდენები, რუსეთი მათი ინახავს, მაგრამ ღმერთმა უწყის რომელიმე მათგანს, როდის ჩაუყრის FSB პოლონიუმს, მაგალითად ასადს ან იანუკოვიჩს, როცა აღარ დასჭირდება. მაშინ. ახლა ბიძინა ივანიშვილზე სულ არ მიდოდა ორი სიტყვის თქმაც კი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილიც მათი თანამგზავრი იქნება, ადრე იქნება თუ გვიან, არა, ორ თვეში არა, მაინც და მაინც, მაგრამ ლევანდელ წელს კი გადააგორებს დიქტატორი ივანიშვილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რაც თქვი ოღონდ ჩვენ კონტექსტში და უფრო ფართო კონტექსტში კი არის მნიშვნელოვანი ის ამბავი, რომ შეერთებულმა შტატებმა როგორც იქნა გადაწყვიტა და საჰაერო იერიში მიიტანა ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ახლო აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოები, რომლებშიც შესაძლოა ეჭვი გვეპარებოდა, მოცემულ ეტაპზე არიან ადეკვატურები, ეგ კი არა თურქეთიც კი ადეკვატურია მიუხედავად იმისა, რომ ამ საჰაერო თავდასხმაში იერიშებში ირანის ისლამური რესპუბლიკის აიათოლა ალი ჰამენეის რეჟიმის წინააღმდეგ მონაწილეობს ისრაელი და ისრაელსა და თურქეთს შორის თლად კარგი ურთიერთობა რო არის და დაძაბული, ან ერთგვარად დაძაბული ურთიერთობა როა, იცით ყველა. რუსეთში გადაფსიხდნენ ეგრა მაგის პასუხია და ამახვილებენ ყურადღებას, წარმოიდგინეთ რუსეთში, მოსკოვში, ამახვილებენ ყურადღებას ირანის ისტორიაზე. ამბობენ, რომ ირანს აქვს 2500 თუ 2700 წლოვანი ისტორია და ეს არასრულ სამსაუკუნოვანი ხო, ამერიკის შეერთებული შტატები არ უნდა ესხმოდეს თავს, ესოდენ სერიოზული ისტორიისა და კულტურის ქვეყანასო, ხო? ასე არის, ასე მინდა გკითხოთ თქვენ ქართული ოცნების მომხრეებს უფრო. 300 არასრულ წელიწადში შეერთებულმა შტატებმა შექმნა
შეერთებულ შტატებში შეიქმნა გენიალური სახელმწიფო. მე იმის თქმაც მინდა მეორე მხრივ, რომ ირანიც გენიალური სახელმწიფოა და ახლა ქართული ოცნება არ ვიცი, მაგრამ აი რუსეთი უთუოდ გააქტიურებს და ქართული ოცნება და რუსეთი პრინციპში ერთი და იგივეა, გააქტიურდებიან მოქალაქეები, რომლებიც ირყვიან, რომ ირანი ჩვენი ისტორიული მტერია. არა, ჩვენი ისტორიული კი არა, ისტორიაში მტერი რასაკვირველი არის ირანის, თურქეთიც, რა ვიცი, მონღოლეთიც, ხო? მაგრამ ჩვენი დღევანდელი მტერი არის გახანგრძლივებული მტერი არის სწორედაც რომ რუსეთი. რუსეთი, რომელსაც სამხრეთით ჰყავს მეგობარი ირანის აიათოლა ალი ხამენეის რეჟიმის სახით და 79 წლიდან არის 1979 წლიდან 47 წელიწადია რუსეთის საყრდენია ერთ-ერთი ამ რეგიონში სწორედაც რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა. მე კითხვა მაქვს სხვა გვარი და სხვა. წარმოვიდგინოთ, რომ ორ-სამ კვირაში ვერ მომრგვალდა, ვერ მოთავდა ის პროცესები, რომლებიც დაიწყო შეერთებულმა შტატებმა და დაიწყო სწორედ იმიტომ, რომ მოვათავოს და მოვამრგვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გარისკავდა. ანუ ყველაფერი მზად არის. შემუშავებულია პირველი, მეორე, A, B, C, C1, C2, F4 და რა ვიცი, ABCD, EFG, H8 ვარიანტები, ანუ ბევრი ვარიანტი, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ აირია ვითარება ვერ დამყარდა წესრიგი, იმიტომ რომ პრინციპში მაინც პოლიტიკური ელიტა უნდა გამოვიდეს ასპარეზზე, რომელიც იტყვის, რომ მე ავიღებ პასუხისმგებლობას ალი ხამენეის შემდგომ ირანზე, მის განვითარებაზე, მის მართვაზე, განვითარებაზე. ვერ დამყარდა ეს ყველაფერი და დაიძრა ლტოლვილები. როგორ გონიათ, რომელ სახელმწიფოებს ესაზღვრება ირანი, როგორ იცით თქვენ? როგორ გონიათ კი არა, როგორ იცით? იცით, რასაკვირველია, რომ საქართველოს ირანი არ ესაზღვრება. კვლავ ვიმეორებ, არ ესაზღვრება. ირანი ესაზღვრება თურქეთს, ირანი ესაზღვრება აზერბაიჯანს, ირანი ესაზღვრება სომხეთს. ძალიან საინტერესო ქვეყანაა სომხეთი, თუ გადმოკვეთენ ირანელი ლტოლვილები իրան სომხეთის სახელმწიფო საზღვარს და ფაშინიანის ხელისუფლება, მოდი ასე ვიტყვი, იძულებული იქნება, ვალდებული იქნება, თუ გნებავთ ასე ვთქვათ, რომ შემოუშვას პირობითად ვიტყვი 200,000 ლტოლვილი, არავის არ სურს ლტოლვილების დატოვება საკუთარ ქვეყანაში იქნება და ისიც კი იფიქროს ფაშინიანის ხელისუფლება, რომ ამ 200,000 ლტოლვილიდან, რომელიც მოაწყდება ირან სომხეთის სახელმწიფო საზღვარს და გაუღებენ კარებს, გაატაროს მერე ისიც კი იფიქროს ფაშინიანის ხელისუფლებამ, რომ გაატაროს მათი ნაწილი მაინც საქართველოსკენ. ანუ მარტივად რომ ვილაპარაკოთ, აი ერთ-ერთი სასაზღვრო გამშვები პუნქტია თბილისიდან, არ ვიცი რამდენი კილომეტრია, 60-70 კილომეტრში, არც კი, არსებული სადახლოში არსებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი და იმ 200,000-დან აბსოლუტურად პირობითად ჩვენ მოგვაწყდეს 65,000 ლტოლვილი. ქალები, ბავშვები, მოხუცები. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება რას აპირებს? კითხვა მაქვს მხოლოდ. აი ეს დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ამბრაზურასავით გადაეფარა იმედს და მე-7, მე-10, მე-15 ხარისხოვან საკითხებზეა ორიენტირებული, რომელიც ლაპარაკობს გაუთავებლად კვერცხის, პირდაპირ მნიშვნელობით, არ ვაჭარბებ, კვერცხის ფასის გაიაფებაზე 4-დან 5%-მდე, საცალო ღირებულება ერთი კვერცხისა ქსელურ მარკეტებში არის 50-60 თეთრი, შეგიძლიათ იანგარიშოთ 60 თეთრის 5% რამდენია, ანუ 3 თეთრით, 60 არა და 57 უნდა ღირდესო, ერთი ცალი კვერცხიო. აი ეს ხელისუფლება, რომელიც ლაპარაკობს აბსოლუტურად არაადეკვატურ საკითხებზე, კლავს გარდა ამისა განათლების სისტემას, მოქალაქეებს იჭერს ტროტუარზე დგომისათვის, მოქალაქეებს მომავალში დაიჭერს იმისათვის თუ ეს მოქალაქეები მას არ აღიარებენ და არ იტყვიან, რომ ეს ბანდა ხელისუფლება არის ლეგიტიმური. მოქალაქეებს უკვე იჭერს Facebook პოსტებისათვის, რომელიც ესოდენ რეპრესიულია ჩვენს მასშტაბებში. ხა ალი ხამენეი რასაკვირველია, უფრო რეპრესიული და უფრო დიქტატორულია. ამაზე არ ვკაბათობთ, მაგრამ ჩვენს მასშტაბებში ბიზინა ივანიშვილზე არაადეკვატური და ბიზინა ივანიშვილზე სასტიკი ხელისუფლება ჩვენ არ გყოლია.
აი ეს ხელისუფლება და აღარ გავაგრძელებ რუსული კანონი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უამრავ რამეს ვიტყვი, ხო, ეხლა რომ დავიწყო, ვერ დავამთავრებ 9 საათი ცოტა არ გეგონოთ. ეს ხელისუფლება 65,700 კაცი რომ მოადგეს მოქალაქე ირანისა, რომ მოადგეს პირობითად სადახლოს სახელმწიფო სასაზღვრო გამშვებ პუნქტს. რას აპირებს? წყალი, აღარ ვლაპარაკობ საცხოვრისზე, წყალი მომარაგებული აქვთ. მოდის ვიხდი, ან რა არის საბოდიშო, ტუალეტი, ბიოტუალეტები მომზადებული აქვთ. აი ეს 67,500 ადამიანი რომ გადმოუშვას, მე არ ვამბობ რომ არ უნდა გადმოუშვას მეთქი და არც იმას ვამბობ რომ უნდა გამოუშვას, გააჩნია. როგორი, რა სახის, რამდენად შეჭირვებული, რამდენად გაუბედურებული ლტოლვილები იქნებიან, ქალები, ბავშვები თუ იქნებიან და მოხუცები, ალბათ მაინც უნდა შემოუშვა. და თუ არ შემოუშვებ, შენ გეძაბება ურთიერთობა სომხეთთანაც. და თუ შემოუშვებ აქ, მეტწილად სწორედ სომხურენოვანია სადახლოსთან სომხურენოვანია საქართველოს მოსახლეობა. იქ თუ შემოუშვებ 67,000 სულ არ არის მაგ რეგიონში მეთქი ასე ვიტყვი 67,000 ირანელს. ამ შემთხვევაში რა ხდება? საპირფარე შოკლავი მეორებ, წყალი, საცხოვრისი, ელემენტარული პირობები, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ გამოგაზაფხულდება, კარავი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას შეძენილი აქვს თუ არა დიდი, აი 70 თუ 100 კაციანი კარვები. ან მერე როგორი პოლიტიკა უნდა ჩამოაყალიბოს ამ სრულიად არაადეკვატურმა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ. არა და ეს გამორიცხული სულაც არ არის მეთქი თუ ამას ვიტყვი, სულაც არ გადავაჭარბებ. არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები და საბოლოო ჯამში ბიზნე ივანიშვილი ვერ უკარნახებს ან ვერ განსაზღვრავს მოვლენათა დინამიკას, მოვლენათა სპეციფიკას და მოვლენათა დინამიკას. ეს 1%-ია დაახლოებით იმ კითხვებისა, რომლებიც ამ კონტექსტში უნდა დავსვათ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მისამართით, რომელიც კვლავ ვიმეორებ, ორიენტირებულია რეპრესიებზე, საქართველოს დანგრევაზე და აგრეთვე კვერცხის გაიაფებაზე პირდაპირ მნიშვნელობით კი არ ვიგონებ, ან კი არ ვაჭარბებ, თათბირები იმართება მათ შორის კვერცხის გაიაფების აუცილებლობაზე, ქსელური თუ არაქსელური მარკეტების ხელმძღვანელებს და ფუძნებლებს იბარებენ და ისინი უმრავლეს შემთხვევაში მორჩილად უხრიან თავს ცალკეული პროდუქტის გაიაფების თაობაზე. თუ გაიაფება გინდოდათ, გაგეიაფებინათ ყოველგვარი ირაკლი კობახიძის ჩარევის ინტერვენციის გარეშე. ირანში რაც ხდება, ეს შეცვლის რეალურად ჩვენს ფართო გაგებით და თუ გნებავთ ვიწრო გაგებითაც რეგიონს გააჩნია ვისთვის ვიწრო და ვისთვის ფართო და აუცილებლად მოახდენს ზეგავლენას პროცესებზე, რომლებიც კავკასიაში ზოგადად და მათ შორის საქართველოშიც განვითარდება. ერთი კითხვა ტრამპის მოწინააღმდეგეები, ქართველების გასაგონად თუ მისამართით. 2024 წლის ნოემბრის დასაწყისში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები. დემოკრატთა კანდიდატი იყო ქალბატონი კამალა ჰარისი, ვისთვის მოსაწონი, ვისთვის დასაწუნი. 2026 წლის იანვრიდან ირანში იცით თქვენ რომ საოცრად აირია ვითარება და ორ არამშვენიერ დღეს, კატასტროფულ დღეს კაცობრიობისათვის და არა მხოლოდ ირანისათვის, ალი ხამენეის რეჟიმმა დახოცა მინიმუმ 36,540 რამდენადაც მახსოვს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს 36,000 მშვიდობიანი მოქალაქე და ვინც ის იქნება ორჯერ მეტიც კი, ანუ 72,800 ან 70,000 ან 50,000. წარმოუდგენელი იყო, რომ ეს არ შეემჩნია ცივილიზებულ სამყაროს, ხაშვის ევროპამ, რომელიც ესე გამოიდებს ხოლმე თავს ხშირად ადამიანის უფლებებზე, რატომღაც ნაკლებად, მე არ ვამბობ, რომ სულ არ შეუმჩნევია მეთქი, მაგრამ ნაკლებად მიაქცია ამას ყურადღება, რაოდენ გასაკვირის და სამწუხაროც არ უნდა იყოს. უფრო მეტი ყურადღება რასაკვირველია ოკეან გაღმა არსებულმა, ლაჟვარდოვან ოკეან გაღმა არსებულმა შესანიშნავმა ქვეყანამ, ბრწყინვალე ქვეყანამ, ჩვენმა მარადიულმა პარტნიორმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიაქცია ამ პროცესს, ამ რეგიონში, ამ ყურის ძირში რაც ხდება იმ ამბებს.
მე კითხვა მაქვს ტრამპის მოწინააღმდეგე და კამალა ჰარისის ან დემოკრატების მომხრე იმ ქართველების გასაგონად, რომლებიც 2024 წელს ქომაგობდნენ კამალა ჰარის, ანუ ბაიდენის მემკვიდრეს, ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტსა და მემკვიდრეს. დაიწყებდა ამერიკის შეერთებული შტატები ამ ოპერაციას ირანში, რა ოპერაციაც დაიწყო სწორედ ტრამპმა. კი, ასაკვირველი არასტანდარტულია და ყოველი 10 განცხადებიდან ტრამპისა 7 შეგვიძლია გავაკრიტიკოთ, დავიწყოთ და არ დავამთავროთ მისი კრიტიკა, მაგრამ ფაქტია, რომ დონალდ ტრამპი საოცარ დინამიკას გვთავაზობს და ბოლო პერიოდია დავატყე, ასე უნდა თქვა, ან შევამჩნიე, ან კიდევ უფრო კარგად დამუკვირდი და ახლა უკვე აღნიშნავ, რომ დონალდ ტრამპი ისევე როგორც მე რომ არ მომწონდა JD Vance-ი ვაღიარებ უკრაინის კონტექსტში განცხადებებს აკეთებდა ხან და ხანზე ხშირად JD Vance-ი რუბიოზე ხო არ ვამბობ JD Vance-ი რომ გულის მოგიკვდებოდა და აქედან თბილისიდან შეუთვლიდი JD Vance ვაშინგტონში ეს დასული განცხადებაა, მაგრამ ბოლო პერიოდია დონალდ ტრამპიც და JD Vance-იც და მარკო რუბიო რასაკვირველია და აგრეთვე რესპუბლიკელი სენატორები და კონგრესმენები, ანუ ქვედა და ზედა პალატის წარმომადგენლები აკეთებენ არა მხოლოდ სწორ ტაქტიკურ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ სწორ ღირებულებით სტრატეგიულ განცხადებებს JD Vance-ის 1-2 ან მარკო რუბიოს 2-3 ისეთი განცხადება შეგვიძლია ამოვკექოთ და დავდოთ ბოლო დროინდელი, რომლებიც ღირებულებებზეა დაფუძნებული. ღირებულებებზე და არა მარტო იმაზე, რომ ამერიკა უნდა იყოს კიდევ ერთხელ გენიალური სახელმწიფო, კიდევ ერთხელ გენიალურ სახელმწიფოდ უნდა დაუბრუნდეს სამყაროს, არამედ ღირებულებებზე, რომ არ შეიძლება თავისუფლების უგულებელყოფა სხვათა შორის, ესეც უნდა აღვნიშნო და დავამთავროთ ამით ვიდეობლოგი. ტრამპი ჯერჯერობით გამოსულია ერთხელ ამ საკითხთან დაკავშირებით, ის მარალაგოშია, ეგრა მაგის პასუხია, JD Vance სხვაგან არის, ეს ამერიკის შეერთებული შტატების კანონით არის განსაზღვრული, რომ არ შეიძლება ამგვარი ომიანობის დროს პრეზიდენტი და JD Vance იყვნენ ერთად, ვიცე-პრეზიდენტი იყვნენ ერთად. უკაცრავად პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი იყვნენ ერთად. მოკლედ სხვადასხვა ადგილას არიან ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტი და ტრამპმა თქვა ერთი ძალიან საინტერესო, უკიდურესად საყურადღებო სიტყვა თავისი ვრცელი გამოსვლიდან ერთი პასაჟი განსაკუთრებით საინტერესოა. ირანელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს როგორ იქნება მისი მომავალი და გამოიყენოს ეს მომენტი, შიდა არს გადმოგცემთ, გამოიყენოს ეს მომენტი, იმიტომ რომ სხვა დროს მას ირანელ ხალხს შესაძლებლობა ამგვარი აღარ ექნება, რას ნიშნავს? საქართველოს კონტექსტში აგიხსნით. მე ამ დამესიენ მე ქართული ოცნების ტროლ-ბოტ კონცეპტ საშინელი ტიპები. მე ვთქვი ამ რამდენიმე ხნის წინ, რომ ჩვენ თუ ახლა დავუმარცხდით, ჩვენ დამოუკიდებლობის დაბრუნების შესაძლებლობა 25-30-40 წლის შემდეგ აღარ გვექნება. ვიღას ეცლება განვითარებული AI-ის, მაღალი ტექნოლოგიების ზოგადად AI-ის პირობებში მიკროჩიპების, კიდე კარგად ვერ წარმოვადგენ, ხო? აი ამ უაღრესად დიდი ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში, იმისთვის რომ რომელიმე ერის თვითმყოფადობაზე და დამოუკიდებლობაზე იფიქროს და აღიაროს გარკვეული პერიოდის შემდეგ. ეს არის თვითმყოფადობის მოპოვების, დამოუკიდებლობის მოპოვების პრაქტიკულად ბოლო ეპოქა, ან ბოლო 10 წლები თუ გნებავთ ასე ვიტყვი და თუ ჩვენ დავკარგეთ დამოუკიდებლობა და ბიძინა ივანიშვილის ხელში ჩვენ დავკარგავთ დამოუკიდებლობას, ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ. გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი იდენტობას მოგვისპობს და მომავალი ქართველები სულაც არ იქნებიან მოწადინებულნი, რომ საკუთარი სახელმწიფო ხელახლა შექმნან, გარდა ამისა, თქვათ და ვცდები წარმოვიდგინოთ, თქვათ და 40 წლის შემდეგ ჩემი შვილიშვილი აიღებს ხელში კალამს თუ იარაღს და იტყვის, რომ რუსო გაეთრიე ეხლა აქედანო ვეღარ მოხერხდება ეს, იმიტომ რომ ხარდაჭერა ჯონ სმიტისაგან ვაშინგტონში, რომელიც იქნება, ხო, აღარ ექნება იმ ჩემ შვილიშვილს, პირობითად დავარქვათ ირაკლი ტაბლიაშვილი მეორე, ხო? არა სამშვილობა რა და ას დავარქვეთ, ხო? ირაკლი ტაბლიაშვილი მეორეს. ხო, არ ექნება მხარდაჭერა ირაკლი ტაბლიაშვილს თუ ნებისმიერი ჩვენგანის შვილს თუ შვილიშვილს, რომელიც აიღებს იარაღს ხელში და იწყებს ბრძოლას რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. ამიტომ ეს არის ბოლო დამოუკიდებლობა, 91 წლის 9 აპრილს მოპოვებული დამოუკიდებლობა არის ბოლო მოპოვებული და კარგიც არის ეს, ოღონდ დაცვა უნდა ამას. კარგია იმ თვალსაზრისით, რომ არ უნდა დაიკარგოს და არ დავკარგავთ რასაკვირველია, მაგრამ ემანდ
რომ დავკარგოთ და არ უნდა დავკარგოთ. ხო? ეს იქნება ბოლო დამოუკიდებლობა და იმედი იმისა, რომ აი 30 წლის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება და შვილიშვილები უკეთესები იქნებიან და ბიზნე ივანიშვილი აღარ იქნება და პუტინი მით უმეტეს აღარ იქნება, ამის იმედი ნუღარ გვექნება. ტრამპმა ირანის კონტექსტში თქვა ეს, მაგრამ ჩვენზეც გადმოვრცელებულია ეს ყველაფერი, რომ ვიცოდეთ. მაინც კიდე ბევრი უამრავი საინტერესო რამ თქვა ტრამპმა. რეგიონი იცვლება, ბიზნე ივანიშვილი პირდაპირ მნიშვნელობით ასაკვირველი არა, მაგრამ აი ფიგურალური მნიშვნელობით კანკალებს ის დაბრუნდა სხვათა შორის თბილისში ხო იყო ჩამბრძანებული და პოლიტიკური საბჭოს სხდომას დაესწრო და გადაიღეღა ლამის ეს რაღაც ღილები პერანგზე და თქვა რომ იმედს დავიცავ საჭიროების შემთხვევაში 50 მილიონსაც მივცემ და 188 მილიონსაც მივცემ და ასე შემდეგ თითქოს მიცემული არ ქონდეს თითქოს ხო 500 მილიონია ყვალი იმედს იმისა ბიზნე ივანიშვილის ქართულში მაგრამ კარგით თუ ესე უღირს ბიზნე ივანი და დაბრუნდა აბასთუმანში და დაბრუნდა აბასთუმანში და დღეს გაიღვიძა დილით ადრე და დახვდა ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ირანი დაიბომბა თეირანი დაიბომბა და კანკალებს შეიძლება ძალიან ხმამაღლა თქვამია მაგრამ თუ კლავ ამას ვამბობ კლავ ეს უნდა თქვა თუ მის ხალი რაციონალიზმი ადეკვატურობისა მას შერჩენილი აქვს წესით უნდა ფიქრობდეს ახლა რუსულად უთხრათ თუ ინგლისურად მოდი ქართულად უთხრათ ვინ არის შემდეგში მე ბიორის სპირიტის აფრენას და იმას რა ქვია აბასთუმნის რეზიდენციის დაბომბვას მისი ბუნკერების დაბომბვას არ უგულისხმობ რასაკვირველი არ უღირს მილიარდიანი თვითმფრინავის აფრენა შეერთებულ შტატებს ბიზნე ივანიშვილი ჟღვლინტიანის გასანადგურებლად პირდაპირ მნიშვნელობით მისთვის ჟღვლინტიანი იმიტომ კი რომ ისინი ბოსტის სხვიდან რაღაც გამონადენი აქვს არა არ უღირს რასაკვირველია მაგრამ ბიზნე ივანიშვილი უნდა ხვდებოდეს რომ რეგიონი იცვლება და საქართველოს არავინ ჩაუტოვებს არც უშუალოდ ბიზნე ივანიშვილს და არც ბიზნე ივანიშვილის პატრონებს ვლადიმირის ძე პუტინს რომლისაც ბიზნე ივანიშვილს აი ვისიც მართლა ეშინია სწორედაც რომ პუტინია იმიტომ რომ გონია რომ ის ყველაფერზე წამსვლია და არის კიდეც უბრალოდ უნდა გაიგოს ბიზნე ივანიშვილმა თუ სწამს ამ მარადიული ცხოვრებისა იქით რომ მოხდება როცა იქნება მაშინ ხო იქ ვისთან ერთადაც მოხდება ისინი გაამართლებენ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს დაიცავს და არა მტერ რუსეთს მაგრამ ამას რომ ვერ იზავს ესეც ვიცით რეგიონი იცვლება და იმახსოვრეთ ეს და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესი კავკასიის რეგიონში უფრო მსუყედ და ძლიერად იქნება წარმოდგენილი ჩვენ უნდა ვივარგოთ ოღონდ ჩვენ ქართველებმა ჩვენ საქართველოს პატრიოტებმა ჩვენ ადამიანებმა რომლებიც წარსულზეც ვფიქრობთ აწყოზეც და მომავალ ზეც ნახვამდის